კაპესელი არ გამორიცხავს, რომ ალეკობა სუბალიანის პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დევნილთა ყოფილი მინისტრი საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავდა. შედეგად 2008 წლის ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ასეულობით ადამიანი გამოყოფილი კომპენსაციის გარეშე დარჩა. დეპუტატის განმარტებით დევნილთა და განსახლების სამინისტრო მასალები მოკვლევის მიზნით პროკურატურას უკვე მიაწოდა. დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ არის გადაგზავნილი უკვე პროკურატურაში რამდენიმე კონკრეტული დარღვევის ფაქტი, სადაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ყოფილი ხელმძღვანელი პირების მხრიდან, ის დევნილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა, სადაც საუბარია იმ სახსრების არამიზნობრივად გამოყენებაზე, რომელიც ასევე განკუთვნილი იყო დევნილებისთვის. ეს საკმაოდ სერიოზული მასალაა, საკმაოდ სერიოზული დანაშაულის ნიშნები იკვეთება.